მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მოგესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103-ზე, რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მოგესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. ასევე შეგახსენებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ გვიყუროთ Facebook-ზე, პალიტრა ნიუსის გვერდზე თუ შეხვალ და ასევე შეგიძლიათ გვიყუროთ YouTube-ზეც. YouTube-შეც პალიტრა ნიუსი უნდა მოძებნოთ, პალიტრა ნიუსის არხი და იქაც შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში გვადევნოთ თვალი. დღეს 25 თებერვალს დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებიდან მეორე დღეს ირაკლი რუხაძემ და ტელემედიის სამეთვალყურეო საბჭოს სხვა წევრებმა საჯარო რეესტრის საბჭოს დატოვების შესახებ განცხადებით მიმართეს. საჯარო რეესტრის ვებგვერდის თანახმად 25 თებერვალს სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების შესახებ მიმართეს ირაკლი რუხაძემ, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი ბახტაძემ, გიორგი კალანდარიშვილმა, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და დავით შონია. სამეთვალყურეო საბჭოში მხოლოდ მაკა ლომიძე რჩება, რომელიც ამავდროულად იმედის დირექტორია. საჯარო რეესტრში წარდგენილ განცხადებაში ისინი თავიანთი განცხადების დაკმაყოფილებას დაჩქარებული წესით მიმართვის დღესვე ითხოვენ და ამისთვის 414 ლარი გადაიხადეს თითოეულმა. მათი ეს მოთხოვნა დღეს ჯერ არ დაუკმაყოფილებია, როგორც განცხადებაში აღნიშნული, სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების მიზეზი ტელემედიის მფლობელის ცვლილება და მათ ამ გადაწყვეტილების შესახებ ტელემედიის დირექტორს 6 თებერვალს წერილობით აცნობს. ეს არის მიზეზი თუ სანქციები არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ ასე დაემთხვა, რომ მეორე დღეს ტოვებენ ისინი სამეთვალყურეო საბჭოს. ირაკლი კობახიძე კი ამბობს, დაცული იქნება მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, როგორც ტელეკომპანია იმედში, ისე პოსტ TV-ში. ამაზე ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას. არც ერთ ჟურნალისტს, არც ერთ ტელეკომპანიაში არ გაუარესდება მდგომარეობა. პირიქით, სრული შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლებით და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაციაო თქვა მან. მისივე თქმით, ფურცელზე ეს არის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების შელახვა, მაგრამ პრაქტიკაში ამას ვერ ექნება ეფექტიო განაცხადა მან. მან ასევე თქვა, რომ ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო კომპანია უნდა გააგრძელოს იმედთან და პოსტ TV-სთან თანამშრომლობა. რას ნიშნავს უნდა გააგრძელოს? ამაზეც კონკრეტულად ჯერჯერობით არ აგვაქვს. გიგა ლემონჯავარი, ჩვენი პირველი სტუმარი, კოალიციას ცვლილებისთვის წევრი, მოგესალმებით გიგა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბამბოლო თემით დავიწყოთ. გაქვთ თქვენ წარმოდგენა, რას ნიშნავს ირაკლი კობახიძის განცხადება, უნდა გააგრძელოს სახელმწიფო თუ არასახელმწიფო კომპანიამ თანამშრომლობა იმედთან, რომელიც დასანქცირებულია და პოსტ TV-სთან. მადლობა მერაბ, მივესალმები მაყურებელს. კობახიძეს განცხადებიდან უნდა ავიკითხოთ მისი შიშები. ანუ ამ განცხადებაში იკითხება რისი ეშინია ქართულ ოცნებას, რისი ეშინია ივანიშვილს და კობახიძეს. და მთავარი შიში არის ორი. პირველი ეს არის ამ პროპაგანდისტულ ეგრეთ წოდებულ მედიებზე, ანუ იმედზე და პოსტ TV-ზე მომუშავე ადამიანების მდგრადობა, ეხლა ანუ ისინი რაღაც პირობასავით აძლევს კობახიძე ამ ეგრეთ წოდებულ ჟურნალისტებს, რომ თითქოს მათ კეთილდღეობაზე იზრუნებს, ერთი გზავნილი ეს არის, მეორე გზავნილი არის დირექტივა საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიებისთვის, რომ გააგრძელონ თანამშრომლობა ბრიტანეთის მიერ დიდი გაერთიანებული სამეფოს მიერ დასანქცირებულ ეგრეთ წოდებულ მედიებთან და სინამდვილეში შიში ეგ არის ზუსტად, რომ ერთი არ ჩამოექცეთ ეს სისტემა, იმიტომ რომ ხა ვინც იმედზე და პოსტ TV-ზე მუშაობს, ერთი არის რომ ისინი ბუნებრივია რომ ხა დადგებიან ძალიან მნიშვნელოვანი მართლობითი პრობლემების წინაშე, იმიტომ რომ დაფინანსებას ვეღარ შეძლებენ ფიზიკურად ლეგალური გზით. და მეორე არის ის, რომ ამ ხალხმა უკვე იცის, რომ დიდი ბრიტანეთი თulis, გაერთიანებული სამეფო თulis, რომ ეს ხალხი ემსახურება რუსულ ინტერესს, იმიტომ რომ სანქციის შინაარსი, რატომაც პოსტ TV და იმედი დასანქცირდა არის რუსეთის სასარგებლო საქმიანობა და ამ ხალხმა იცის პირდაპირ, რომ გაერთიანებული სამეფოსთვის ისინი ემსახურებიან რუსულ ინტერესს. ანუ ხო, მაგრამ კეთილდღეობა წარმოგვიდგინონ, ხო? მან რაღაც უკრაინის წინააღმდეგ მუშაობთ და ასე შემდეგ. მან გრადობის დაჭერა ეხლა შიგნით კომპანიაში ძალიან რთულია, პრაქტიკულად შეუძლებელი და მეორე შიში, რაც იკითხება კობახიძის არის ფინანსებთან დაკავშირებული შიში, იმიტომ რომ დასანქცირებულ სუბიექტთან რაიმე ტიპის ეკონომიკური ურთიერთობა, ბიზნეს საქმიანობა დიდი ალბათობით გამოიწვევს იმ იურიდიული პირის პასუხისმგებლობასაც, ანუ საერთაშორისო სანქციას ამ იურიდიული პირის წინააღმდეგ, რომელიც შევა ბიზნეს ურთიერთობაში. და ბუნებრივია, რომ ამ შარში თავის გაყოფა არავის არ უნდა. დღეს სოციალურ ქსელში იყო დისკუსია მეორად სანქციებთან დაკავშირებით, ამაზეც მინდა რომ მცირედით ვისაუბროთ. მეორადი სანქცია გულისხმობს სასანქციო რეჟიმს, როდესაც
დასანქცირებულ სუბიექტთან თანამშრომლობა, ბიზნეს საქმიანობა ავტომატურად იწვევს იმ სუბიექტის პასუხისგებლობასაც, რომელიც შევა ესეთ საქმიანობაში, ესეთ ურთიერთობაში დასანქცირებულ სუბიექტთან და ამ შემთხვევაში, იმედის და პოსტივის შემთხვევაში, მეორად სანქციებზე კი არ არის საუბარი უბრალოდ. პირდაპირ აი ამ სასანქციო პაკეტში არის აკრძალვა იმედთან და პოსტივისთან ბიზნეს საქმიანობისა. ანუ მეორად სანქციებზეც კი არ არის ლაპარაკი, პირდაპირ აკრძალულია. და აი ეს ქმნის ძალიან ბევრ პრობლემას. მაგალითად, ეს ქმნის პრობლემას სახელმწიფო ანაზღაურებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არც ერთ ნორმალურ ბანკს დასანქცირებულ სუბიექტთან ურთიერთობა არ უნდა. საქართველოს ბანკი და TBC ბანკი ბუნებრივია, რომ აქედან გამოირიცხება. მათ ჩემი ინფორმაციით იმედი ჰქონდათ, რომ Liberty ბანკით მოახერხებდნენ ამ სახელმწიფო ანაზღაურების უზრუნველყოფას, მაგრამ ჩემი ინფორმაციით Liberty ბანკმაც უარი განაცხადა. ეხლა არჩევანი აქვს ივანიშვილს. ან ქართულ ბანკში უნდა გადაიტანოს ეს სახელმწიფო ანაზღაურებები, რაც ავტომატურად უდრის მოცემულობას, რომ ქართულ ბანკიც დასანქცირდება. ან სხვა რა გზას უნდა დაადგეს, არ ვიცი. მეორე ამბავი არის სუფთად წმინდად პრაქტიკული ამოცანები, რაც ტელევიზიას გააჩნია. ხო, მაგალითად, სატელიტის ანაზღაურების გადახდა, სოციალურ მედიაში ოპერირება, იმიტომ რომ არ ვიცი, რომ დაბუსტო რაღაცა სოციალურ მედიაში, ამისთვის საბანკო ანგარიში გჭირდება კომპანიის, ხო? მაგასაც ვერ გააკეთებენ. როგორც კი მაგის კეთებას დაიწყებენ, მაგალითად, სოციალურ მედიაში დაიწყებენ რაღაცა შინაარსების დაფინანსებას შემოვლითი გზებით, მათი სოციალური მედია გვერდები მეტასგანაც დაიბლოკება. ანუ როგორც კი ეცდებიან, რომ ამ სანქციას გვერდი მოუვარონ, მაშინვე მეტა როგორც ყველა პროდუქტში, ხო, არ ვიცი, Instagram-ზეც, Facebook-ზეც, რაც მეტას ეკუთვნის, ყველა ეგეთ პლატფორმაზე გაქრება უბრალოდ პოსტივისაც და იმედის გვერდებიც. ამიტომ ეხა ისინი არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში და რატო ამბობს კობახიძე, ხო, თქვენ შეკითხვას რომ დაუბრუნდეს, როგორ შეიძლება რომ პრემიერ-მინისტრი აკეთებდეს ამ შინაარსის განცხადებას, ხო? უნდა ითანამშრომლოთ, ხო? ხო, როგორ შეიძლება? ანუ აიძულებენ თუ რა სიზან? ხო, ეს არის პრაქტიკულად იძულების განცხადება, ოღონდ რატო აკეთებს ამას კობახიძე? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იმედიც და პოსტივიც სინამდვილეში არის არა მედია. არამედ ეს არის ქართული ოცნების დანაყოფი, მთავრობის გაგრძელება პირდაპირ, რომელიც როგორც ეგრეთ წოდებული მთავრობა პირდაპირ ემსახურება რუსულ ინტერესს საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში. უკრაინაზე იყო საუბარი, ხო და დღეს მოვისმინე ასევე პროპაგანდისტების წუხილები იმასთან დაკავშირებით, რომ აი რა ვთქვით ეგეთიო, რა იყო მიუღებელი ისეთი, რაც თქვითო, რომ რა ხო, ამას ვამბობ, დაგვიმტკიცეთ ხო, ვიტანს სელჩოს წერილი მისტერეს, ხო, დაგვიმტკიცეთ. ხო, სხვათა შორის ძალიან სასაცილო წერილი იყო ეგ, მაგრამ მაგის მიღმა, აი მე გეტყვით, მე მახსოვს ზუსტად მაგალითად პოსტივიზე, მახსოვს შალვა რამიშვილი ამბობდა, რომ რუსეთის გამარჯვება არის ჩვენი გამარჯვებაო და უკრაინის დამარცხება არის ასევე ჩვენი გამარჯვებაო. წარმოიდგინეთ, ანუ უკრაინის იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომლის უდანაშაულო მოსახლეობას, ქალებს, ბავშვებს, მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავს რუსეთის ბოროტი სამხედრო მანქანა, აი იმ ადამიანების უბედურებაზე აშენებენ საკუთარ პოლიტიკურ რაღაცა ფსონებს დებენ, წარმოიდგინეთ და გარდა მაგისა, ხო, ეს რუსეთის სასარგებლო საქმიანობა საერთაშორისო სანქციების პაკეტში ჩვენთვის უცხო ჩანაწერი ხო არ არის. ფარცხალაძეც, ივანიშვილიც გაუკვირდა, ხო, რატო არ დასანქცირდა, თუნდაც აი რაღაცა პრორუსული ნარატივების გავრცელების გამო ზოგადად, ან თქვათ პროპაგანდის გავრცელების გამო. საერთაშორისო აი მაგალითად პირველი არხის გვიმრაძე რო ის კითხულობდა, რომ რაღაცა პროპაგანდის გავრცელების გამო მაინც დაისახსება, თუ უკრაინას რატომ მიება ეს საკითხი არის საინტერესო. გეტყვით რატო? იმიტომ მიება, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია ქმნის კონტექსტს რეგიონში და სხვათა შორის ივანიშვილმა იმიტომ ხო არა რომ თვითონ სანქციები არის ზოგადად რუსეთთან დაკავშირებული. ბუნებრივია. მაგ თემას უნდა რა თქმა უნდა, ეს ხო საქართველოს პაკეტი არ იყო, ეს არის მე გავეცანი 296 ინდივიდუალური 296 გვერდიანი დოკუმენტი არის, სადაც ორი ერთეული არის იმედი და პოსტივი, როგორც რუსული პროპაგანდის საყვირები. და ეს ასევე არის ევროპული კონტექსტის ნაწილი. მართალია ეს გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული სანქციებია, მაგრამ ევროკავშირის მიმართულებითაც ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს ყულევის ტერმინალთან დაკავშირებით, ყულევის პორტთან დაკავშირებით. მე-20 პაკეტი, სასანქციო პაკეტი ევროკავშირისა, რომელიც ორბანმა და ფიცომ დაბლოკეს, ხო, ამ ეტაპზე, მაგრამ იქ ეხა ღრმად არ შევიდეთ პროცედურებში, მაგრამ
ამის მიღების რეალური შანსი არსებობს საერთო ევროპულ დონეზე ერთი და მეორე, რომ დაბლოკოს ინდივიდუალური ქვეყნები მიიღებენ ეროვნულ დონეზე ამ პაკეტს. მაგ პაკეტში, ანუ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ მე-20 პაკეტში მოხდა ყულევის ტერმინალის საკითხი. რატო? იმიტომ რომ ყულევში არსებობს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და სქემა არის შემდეგი, რომ რუსეთიდან საქართველოში შემოდის აკრძალული ნავთობი, ანუ რუსეთს პირდაპირ ვერ გააქვს, ვერ ყიდის ნავთობს, შემოდის საქართველოში, საქართველოში ხდება გადამუშავება და მერე გაყიდვა ვითომ ქართული პროდუქტია. ანუ რუსეთისთვის დაწესებული გადამუშავება ხდება, რომ το ქარხანა არ მუშაობს ბოლომდე სულ და არ არის ბოლომდე გაკეთებული. ანუ შეიძლება უბრალოდ ზა პროდუქტი შემოდის და შემდეგ ორგვარი სქემა არსებობს, რომ ერთი პირდაპირ შეცვალონ წარმოშობის საბუთი გააყალბონ და საქართველოსდან გაიტანონ, მეორე სქემა არის, რომ გადაამუშავონ და ვითომ ქართული პროდუქტია. მე როგორც ვიცი, ხდება გადამუშავება. მაგრამ მაგას პრინციპული მნიშვნელობა ხო არ აქვს. ფაქტი არის, რომ ყულევის პორტი, ყურევის ტერმინალი გამოიყენება რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლის სქემაში. და ეს რა სანქციებია, ხო, რომ პუტინს კონდეს ნაკლები ფული იმისთვის, რომ უკრაინაში ვერ შეძლოს უდანაშაულო ადამიანების დახოცვა. ანუ ივანიშვილი მაგაში იღებს მონაწილეობას. ეს უნდა ძალიან მკაფიოდ ვთქვათ, რაში იღებს მონაწილეობას ივანიშვილი, ხო? ივანიშვილი არის სქემის ნაწილი, როგორ იშოვოს ფული პუტინმა იმისთვის, რომ დახოცოს უდანაშაულო ხალხი უკრაინაში. და როცა ვამბობთ, რატომ მოხდა უკრაინასთან დაკავშირებით პოზიტივის და იმედის დასანქცირება, მაგიტომ მოხდა, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია ქმნის რეგიონულ კონტექსტს. და სხვათა შორის ალბათ გახსოვთ, რომ ივანიშვილის რეჟიმი წლების განმავლობაში იტყუება, რომ თითქოს მათ ვინმე თხოვდა რუსეთისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესებას, ხო? რაც არის ტყუილი პირდაპირ. არავინ ჩვენ დასავლეთიდან არ გთხოვდა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესეთო. ერთადერთი რაც საქართველოს ეროვნული ინტერესისთვისვე საჭიროა და არავინ რო არ მოგთხოვოს, მაინც ეგრე უნდა მოიქცე, რომ შენი ტერიტორია, შენი ქვეყანა არ აქციო რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლის შავ ხრელად, ხო? ეს შენ თვითონვე უნდა გიმდოდეს. ხელისუფლება რას ამბობს, იცი, რომ აი უკვე ღიად მოგთხოვესო, აქამდე დღეს პრემიერმა თქვა ამის შესახებ, რომ აქამდე თუ უვალებში გთხოვდნენ სანქციებთან შეერთებასო, დღეს ღიად მოგთხოვესო, ესო, რაც ნიშნავსო ქვეყნის გაღარიბებას და მეორე პერსპექტივაში ომში ჩართვას. გუშინეს პაპუაშვილს თქვა ბრიტანეთის ელჩის განცხადებას მოაყოლა ეს ყველაფერი და პაპუაშვილიც კიდე ის რომ არავის თხოვს საქართველოს გახსნას მეორე ფრონტი, მხოლოდ რიტორიკა, რადგან ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებსო და ეხლა წავიკითხავ, ხა პაპუაშვილმა რას ასე ვთქვათ ამბობენ ისინი, როგორც პაპუაშვილი Facebook-ის გვერდზე წეს, საკუთარი ინტერესებისთვის სხვების გაწირვა არასწორი და არასწორი არასამართლიანია, მით უმეტეს როდესაც იცი რომ ესკალაციას ომი მოყვება. უკრაინის ომის დაწყებიდან ამბობს პაპუაშვილი მე-4 წლის თავზე ბრიტანეთის ელჩი საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს. და საინტერესოა, ალბათ მოусმინეთ თქვენს ბრიტანეთის ელჩის განცხადებას და რაში ჩანს ეს, რა ის ვახსოვთ. უნდა მკაფიოდ ითქვას, რომ სანქციების დაწესება ნიშნავს რუსეთთან ესკალაციას. ესკალაცია კი ნიშნავს ომს, რომელშიც მარტო ვიქნები. ომის გამოსაწვევად ჯობჯერ ქვის როლის ნაცვლად გინებაც საკმარისიაო. ის ამბობს, საქართველოში გაერთიანებულ სამეფოს ელჩმა გარეთ უორდმა განაცხადა, რომ არავის თხოვს საქართველოს გახსნას მეორე ფრონტი და ეს დეზინფორმაცია მისი განმარტებით საქართველოს შეუძლია შეასრულოს თავის როლი ევროპულ სანქციებთან დაკავშირებით. და ეს განმარტა, რომ სანქციებს დაწესებას ვთხოვენ. აი მაყურებლისთვის რომ გამარტოთ მე რა კიდევ ერთხელ, ხო, რას ნიშნავს თქვენაც წაიკითხეთ პაპუაშვილის განცხადება სინამდვილეში, რატო აკეთებს ამ განცხადებას, ხო? წლების განმავლობაში ქართული ოცნების რეჟიმი ატყუებს საქართველოს მოქალაქეებს, რომ თითქოს ვინმე საქართველოს თხოვს ომში ჩართვას ან მეორე ფრონტის გახსნას. სინამდვილეში იმედის და პოზიტივის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაც და ყულევის ტერმინალთან დაკავშირებითაც სასანქციო შესაძლო სანქციები გულისხმობს რას? რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლის ხო და არა სანქციების დაწესება. ანუ ესეც არ უნდა რომ სანქციებთან შეერთებას გთხოვენ. ყუილია, ანუ ჩვენ არავინ არ გთხოვს რომ სანქციები დააწესეთ რუსეთის წინააღმდეგ. აი მოდი კიდევ უფრო ვცლად წავიკითხავ ბრიტანეთის ელჩის ამ განცხადებას, რომ გასაგები იყოს რა თქვა ბრიტანეთის ელჩმა და მე როგორ თარგმნის ამას პაპუაშვილი.
უკრაინაში რუსეთის შეჭრა ძალიან რელევანტური და მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოსთვის. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ასევე არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ამბობს ბრიტანეთის ელჩი. ჩვენ ვიცით რუსეთის არალეგალური ქმედების შესახებ. მისი ჯარები რჩებიან საქართველოს ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი აქ ის არის, როგორ შეუძლია საქართველოს ხარი დაუჭიროს უკრაინას. ანუ როცა თქვენო ასეთ რთულ ვითარებაში რო ხართო, თქვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, გვესმისო და აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, როგორ უნდა დაუჭიროთ უკრაინას ხარი. აქ ძალიან მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ არავინ სთხოვს საქართველოს გახსნას მეორე ფრონტი. ეს დეზინფორმაცია. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს შეუძლია შეასრულოს თავისი როლი ევროპულ სანქციებთან შეერთებით და იმის უზრუნველყოფით, რომ რუსეთს არ ექნება წვდომა საბრძოლო მასალაზე და არ ექნება შემოსავალი მისი ნავთობიდან და გაზიდან. ეს არის საკვანძო გზავნილი, რომელიც მე მაქვს საქართველოსთან მიმართებით. ეს გადმოთარგმნა, რომ ანუ სანქციებთან შეერთებას გთხოვენ და ეს გამოიწვევს ომს რუსეთთან. კიდევ ერთხელ ივანიშვილის რეჟიმი აკეთებს რამდენიმე რამეს. პირველი, ივანიშვილის რეჟიმმა გახსნა საჰაერო სივრცე ირანიდან რუსეთის მიმართულებით კამიკაძე დრონების ტრანსპორტირებისთვის. არაერთი ფრენა არის დაფიქსირებული ფლაირადარზე, ეს არის საჯარო აპლიკაცია და ყველას შეუძლია ამ აპლიკაციის ნახვა და გამოყენება, რომ ირანის ტერიტორიიდან რუსეთის მიმართულებით საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით დაფრინავენ სამხედრო დანიშნულების თვითმფრინავები, რომლებსაც ბუნებრივია, რომ სამხედრო ტექნიკა გადააქვთ რუსეთში. ტექნიკა, რომლითაც ხოცავენ უდანაშაულო ადამიანებს უკრაინაში. ეს ერთი, მეორე. ყულევის მაგალითი კიდევ ერთხელ, რაზეც გაერთიანებული სამეფოს ელჩი საუბრობდა, ხო? ივანიშვილის რეჟიმი აძლევს რუსეთს შესაძლებლობას, რომ ყულევის ტერმინალში შემოვიდეს რუსული ნავთობი, გადამუშავდეს და ევროპის მიმართულებით გაიყიდოს მერე თითქოს ეს არა რუსული, არამედ ქართული პროდუქციაა. საიდანაც შედის ფული მერე რუსეთში პუტინისთვის, იმისთვის, რომ პუტინმა დახოცოს კიდევ უფრო მეტი უდანაშაულო ადამიანი უკრაინაში. და ის, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ამბობენ, არის შემდეგი, რომ რამე სანქცია კი არ დააწესე დამატებით საქართველომ. ნუ მისცემ პუტინს შესაძლებლობას, რომ შენი ტერიტორია გამოიყენოს მისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობას. მეტი არაფერი აქ არ არის. და პლუს რუსულ და გაზს და იმას მოყიდულობთ. ხო, ასეთ თარგმნის, ანუ თქვენ მოყიდულობთ. ახლა პაპუაშვილის დღეს კიდევ ერთხელ დაუბრუნდა პაპუაშვილი ამ თემას და ეხლა დღეს უკვე რა თქვა, ის გუშინ რა თქვა, ის წავიკითხე, ამასაც ვცლად. საუბარი თითქოს არავინ ითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას, აბა რა არის თუ არა მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნა, როდესაც საქართველოს ეუბნები, რომ უნდა დაუწესოს სანქციები რუსეთს. ტურისტები არ შემოუშვას ვაჭრობა არ კონდეს რუსეთთან, ღვინო არ გაიტანოს ქართულმა გლეხმა, ფრენები უნდა ჩავკეტოთ, არ ვიცი, თვითმფრინავები ციდან უნდა მოხსნათ თუ რა უნდა ვქნათო, ამბობს პაპუაშვილი. როგორც ევროკავშირის ელჩმა გითხრა, თუ ბენზინი არ უნდა შემოიტანოს ბიზნესმა რუსეთიდან. უნდა იყიდოს ძვირი ბრიტანული ბენზინი ან სხვა ქვეყნების, როგორც გითხრა ბრიტანეთის ელჩმა. ეს ყველაფერი ნიშნავს საქართველოს ჩათრებას რუსეთთან ესკალაციაში. ეს ნიშნავს ომს, ისეთ ომს, სადაც არც ბრიტანელი და გერმანელი ფრანგი არავინ ერთი ჯარისკაცი არ ჩამოვა აქ ჩვენთან გვერდზე საუბრად და ნუ ასე შემდეგ. შემდეგ აგრძელებს. რაც შეეხება ბრიტანეთის ელჩის განცხადებას, ბრიტანეთის ელჩი ბოლო პერიოდია კაბინეტიდან კაბინეტში დადის პირადად, მათ შორის პარლამენტის წევრებთან და პირდაპირ ითხოვს საქართველოში არ შემოვიდეს რუსული გაზი თუ ბენზინი. როდესაც ეუბნებიან, რომ უბედურება ბენზინს აუგრძალო რუსეთიდან, ბენზინის ბიზნეს აუგრძალო რუსეთიდან ბენზინის შემოტანა თუ ენერგომატარებლების, ამიტომ სახელმწიფო უნდა დაუწესოს სანქციები რუსეთს. ბრიტანეთის ელჩი ითხოვს სანქციების დაწესებას. ანუ ეს კულუარებში ითხოვს. თაღლითია ჩვენ. მეორეო ისამ, როდესაც ეუბნები ბრიტანეთის ელჩს თუ ჩვენ ბიზნეს აუგრძალავთ, არ შემოიტანს რუსეთიდან იაფ ბენზინს, მოუწევს ძვირი ბენზინის ყიდვა, მოსახლეობისთვის გაძვირდება საწვავი და ცხოვრება, იცით რა არის ბრიტანეთის ელჩის პასუხი? არაუშავს, რა იყო ჩვენთანაც გაძვირდა და თქვენთანაც ძვირი გადაიხადონო. ასეთი ადამიანი ქართულ ენაზე გვესაუბრება და სიყვარულს გვეფიცება. ნახე, პაპუაშვილმა ასევე რა თქვა, იცით? 100 წლის წინ რუსეთი თავს დაგვესხაო და 100 წლის შემდეგ ეხა დიდი ბრიტანეთი გვესხმის თავსო. გახსოვთ ალბათ ხო ეგ განცხადებაც. ანუ წარმოიდგინეთ რას ათანაბრებს ერთმანეთთან პაპუაშვილი. პროპაგანდისტული, პრორუსული ვითომ მედიების წინააღმდეგ სანქციებს უთანაბრებს 1921 წლის რუსულ ოკუპაციას. გესმით? ანუ აი იგივე ტიპის
თაღლითობა არის, რაც ახლა თქვენ წაიკითხეთ პაპუაშვილის მხრიდან, ხო? ბენზინს ისეთ რა აძვირებს? ბენზინს აძვირებს აქციზის გადასახად. ბენზინის 1 ლარით გაიაფება, ეხავე შესაძლებელი. დაახლოებით 1 ლარით. თუ ივანიშვილის ჯიბეში აქციზის გადასახადის სახით არ წავა ფული და დარჩება საქართველოს მოქალაქეების ჯიბეში. მაგათ ბენზინის ფასი კი არ ადარდებთ სინამდვილეში. ბენზინის ფასი რო ადარდებდეთ, აქციზის გადასახადს გააუქმებდნენ ნავთობპროდუქტებზე. მაგათ ადარდებთ ერთი რამე, ხან მთელი ეს 2 დღე პანიკაში არიან, ხო? მაგათ რა ადარდებთ, იცით რომ საერთაშორისო სანქციები მუშაობს იმედი და პოსტივი, როგორც კომპანიები არის ყდომის რეჟიმში მყოფი კომპანიები, შიგნით არის სერიოზული პრობლემები უკვე, აი ამ რაღაცა კოლექტივში, რომელმაც უნდა გაიაზრონ, რომ არ შეიძლება საქართველოს მოქალაქე ემსახურებოდეს რუსეთის სახელმწიფოს ინტერესებს. ყველა მათგანი უნდა გაემიჯნოს. იმათ ეხლა ჭკუა ყოფნით, ვინც დღეს დატოვა ეს სამეთვალყურეო საბჭო იმედის, ხო 5 ადამიანი იყო და 5-დან 4-მა დატოვა, გაიქცნენ. უნდა დატოვოს ყველამ ეს ვითომ მედიები და სინამდვილეში რუსეთის სასარგებლოდ მომუშავე პროპაგანდისტული ორგანიზაციები ყველამ უნდა დატოვოს სინამდვილეში. იმიტომ რომ სხვა არც მორალური და არც პრაგმატული პოზიცია საქართველოს მოქალაქეს არ შეიძლება კონდეს სინამდვილეში, ხო? იმიტომ რომ ეს მცირე კრიმინალების, მცირე ჯგუფი ქართული ოცნების სახით სინამდვილეში ჩვენსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის აწესებს რაღაცა ხელოვნურ გამყოფ ხაზებს. ითრევს ადამიანებს უბედურებაში. ვინც ახლა იმედზე და პოსტივიზე მუშაობს ჯერ კიდე, იმან ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ უბედურებაში ითრევს ეს რეჟიმი მათ, ხო? მათი ბედი სუფეხებზე კიდიათ ბოდიში ამ გამოთქმისთვის პაპუაშვილსაც, კობახიძესაც და მით უმეტეს ივანიშვილსაც, ხო? აი ძალიან მარტივი ტესტია. ივანიშვილი ქართულ ბანკში არ გადაიტანს თქვენს სახელფასო ბარათებს. ხალხო, არ გადაიტანს, იმიტომ რომ თქვენი ბედი კი არ აინტერესებს ივანიშვილს. ივანიშვილს აინტერესებს საკუთარი ბანკის ბედი და საკუთარი ფულის ბედი, იმიტომ რომ იცის, რომ როგორც კი თქვენ ხელფასებს გადაიტანს ქართულ ბანკში, ქართულ ბანკიც გახდება საერთაშორისო სანქციების სამიზნე. ამიტომ ყველა მი ვინც დღე ჯერ კიდე რჩება ამ რაღაცა სიბოროტის მანქანაში, პროპაგანდისტულ მანქანაში, უნდა გაიაზროს, რომ მაგ კრიმინალების მცირე ჯგუფს ძალიან ცოტა ხანი დარჩა სინამდვილეში ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებაში. იმიტომ რომ როცა ჩვენ ვლაპარაკობთ რეჟიმის ჩამოშლაზე, ჩვენც არაერთხელ გვისაუბრია, ხო, აქ საჯაროთაც ამ თემაზე, როგორ უნდა გაიმარჯვოს საქართველოს. ეს რეჟიმი უნდა ჩამოიშალოს და ხშირად ყოფილა შეკითხვები, როგორ უნდა ჩამოიშალოს ეს რეჟიმი. აი როგორც იმედის სამეთვალყურეო საბჭოდან გაიქცა 5-დან 4 წევრი საერთაშორისო სანქციების შიშით. ეგ არის მოდელი, როგორც საბოლოო ჯამში ჩამოიშლება ივანიშვილის ბოროტი რეჟიმი და სამი მდგენელი აქვს ამას. ერთი ეს არის უწყვეტი წინააღმდეგობა ქვეყნის შიგნით და ქართული ხალხის მართლაგმირული წინააღმდეგობა. 400 კაცზე მეტი აწამეს პოლიციის მინივენებში ნოემბერ-დეკემბერში და ხალხი არ გაჩერდა. ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს ხალხის წინააღმდეგ და ხალხი არ გაჩერდა. ასობით ქალი გახდა ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლი დროებითი მოთავსების იზოლატორებში და არ გაჩერდა ეს ხალხი მაინც და არც გაჩერდება. და ეს პროტესტი იქნება კიდევ უფრო მასშტაბური. ეს ერთი, მეორე, ეს არის პოლიტიკური ალტერნატივა. ეხლა პოლიტიკურ აქტორებს, პოლიტიკურ პარტიებს, პროდასავლურებს გულისხმობ. აქ ძალიან მკაფიო პასუხისგებლობა იმის შესახებ, რომ ნებისმიერი პირადი წყენა, პირადი დაპირისპირება, პირადი შეუთანხმებლობა გადაიდოს გვერდით და საქართველოს მოქალაქეებს და ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს შევთავაზოთ ნამდვილი პოლიტიკური ალტერნატივა, რომელსაც შესწევს ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების ძალა და ნორმალური დემოკრატიული კოალიციური ხელისუფლების შექმნის უნარი და მესამე ეს არის ზუსტად საერთაშორისო წნეხი რომელიც გამოიხატება უკვე და კიდევ უფრო მძლავრი გახდება საერთაშორისო სანქციების სახით ეს ევროპარლამენტში სიტყვა რომ ოპოზიციას მოუწოდებთ რაღაც ერთიანი ენით ლაპარაკობს მაგრამ ამას ვერ ახერხებს ოპოზიცია მე ვარ დარწმუნებული რომ ძალიან ახლოს არის ის დღე როდესაც ქართული პროდასავლური პოლიტიკური კლასი წარმოაჩენს ნამდვილ პოლიტიკურ ალტერნატივას უპირველესად ჩვენი ხალხის წინაშე და რა თქმა უნდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. ეს დღე გარწმუნებთ რომ შორს არ არის. ოღონდ კიდევ ერთხელ რეჟიმის ჩამოშლის მინი მოდელი ეხა ჩვენ ვიხილეთ აი ამ პროპაგანდისტების 5-დან 4 პროპაგანდისტის გაქცევის სახით. ესე გაიმარჯვებს ქართველი ხალხი.
ამიტომ ჩვენ უნდა გვჯეროდეს და გვწამდეს გამარჯვების ამ გზის, ეს არ არის მარტივი გზა. ამ გზაზე ბევრი პრობლემაა. ადამიანების პირადი თავისუფლება ეწირება ამას, ხო? 120-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარია ამ ქვეყანაში. ერთსულ მოსახლეზე უფრო მეტი პატიმარი ყავს პოლიტიკური ვიდრე რუსეთს. ხალხი წამების მსხვერპლი გახდა ამ ქვეყანაში, სისტემური წამების და ეს ჩემი პოლიტიკური განცხადება კი არ არის. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებით დადასტურებული ფაქტია. ცავა საქართველოს წინააღმდეგ, რომ აი 20 ივნისის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც ხალხს სისტემურად აწამებენ და მერე არ იძიებენ. ანუ ქართველი ხალხი დიდ ფასს იხდის თავისუფლებისთვის. ოღონდ თავისუფლება არასოდეს ამ ქვეყანაში იაფი არ ღირდა. არასოდეს. და არც არსადესი არ არის. და მხოლოდ ერთი თაობის უმოქმედობაა საკმარისი იმისთვის, რომ თავისუფლება დავკარგოთ. და ჩვენ ეგ თაობა კი არა ვართ, რომელიც თავისუფლებას დაკარგავს. ჩვენ ვართ თაობა, რომელიც მოიგებს 200 წლიან ბრძოლას რუსული მონობის წინააღმდეგ და ამ ქვეყნის სამშვიდობოზე გასაყვანას. და ამ ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანა არის ერთადერთი გზა არსებობს. ეს არის ნატოში და ევროკავშირში ამ ქვეყნის გაწევრიანება. სხვათა შორის პაპუაშვილს წამოწდა. თქვენ ალბათ კარგად იცით ქართული ოცნების პროპაგანდისტული ხაზი რაღაცა მულტივექტორული საგარეო პოლიტიკის შესახებ, რომ ეხას შეიცვალა ვითარებაო და ჩვენ უნდა ვიყოთ ქვეყანაო, რომელიც დააბალანსებს ყველა ანუ ჩვენ სუვერენული ქვეყანა კი არ უნდა ვიყოთ. ჩვენი სუვერენული გზა კი არ უნდა გაგვაჩნდეს თითქოს მათი აზრით. ჩვენ თავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ ვიღაცის ინტერესები მუდმივად ვაბალანსოთ და ეს ხო პროპაგანდაა მათი და პაპუაშვილს წამოწდა 23-ში იუნკერების ხსოვნის დღეს, რომ სოფლიო ზუსტად ისეთია, როგორც 100 წლის წინ იყო და არაფერი არ იცოლებაო და დიახ, მაგას ვამბობთ ჩვენც, რომ რამე კი არ იცოლება. რუსეთის პირისპირ ერთ-ერთზე დარჩენა დამღუპველია დღეს ისევე, როგორც 100 წლის წინ იყო დამღუპველი. რა მოხდა, ხო? როგორ მოხდა საქართველოს გასაბჭოვება, რომ საქართველოს ხელი მოაწერა ნეიტრალიტეტის შეთანხმებას რუსეთის იმპერიასთან, საქართველოს ტერიტორია დატოვეს ბრიტანულებმა, გერმანელებმა, ჩვენივე ნებით მოხდა სამწუხაროდ ეს მაშინ. დავრჩით მარტო ერთ-ერთზე რუსეთთან და ბრიტანელებსაც აღარ ჰქონდათ ინტერესი. აქედან რამდენიმე მარტო ჩვენებით არ მომხდარა. ჩვენ ვერ შევძელით, რომ საქართველოს ყოფილიყო ერთიანი დასავლური სივრცის ნაწილი მაშინ და თავი დავიტოვეთ მარტო ერთ-ერთზე რუსეთთან. და რამდენიმე თვეში ამ ქვეყანაში შემოვარდა ველური რუსული ურდო, რომელმაც გაასაბჭოვა და საქართველოს და საუკუნოვანი მონობა მოიტანა და დღესაც იგივეა. პაპუაშვილმა ეგ წამოწდა სინამდვილეში, დღესაც იგივე ამბავში ვართო. ეგრეა და მეორე კიდე იცით რა არის მსგავსება, რომ მაშინაც და დღესაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურებას რუსეთი ცდილობდა მოღალატე ქართველების მეშვეობით, ისევე როგორც ერთი მუჭა ივანიშვილის კრიმინალური დაჯგუფებით ეხლა ცდილობს და სინამდვილეში გამარჯვების ფორმულა კიდევ ერთხელ დავინახეთ ამ ვირთხების გაქცევის მოდელზე იმედის სამეთვალყურეო საბჭოდან. შეუჩერებელი წინააღმდეგობა ქვეყნის შიგნით, ჭეშმარიტი პოლიტიკური ალტერნატივა და საერთაშორისო სანქციები, რომელიც დაშლის ამ რეჟიმს და გაიმარჯვებს ხალხი. გაიმარჯვებს არა რომელიმე პოლიტიკოსი ან რომელიმე პოლიტიკური პარტია, არამედ გაიმარჯვებს ქართველი ხალხი, იმით რომ მიტაცებული ძალაუფლება, მიტაცებული სახელმწიფო დაუბრუნდება საქართველოს მოქალაქეს. ამის მოდელი ვიხილეთ, ეხლა რაც იმედზე ხდება მაგის სახით. გასაგებია. მადლობა დიდი. დიდი მადლობა. გიგა ლემონჯავა იყო ჩვენი სტუმარი, კოალიციას უბებისთვის წევრი. დაგველოდოთ რეკლამის შემდეგ სერგო რატიანი შემოგვიერთდება, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ჩვენ განათლების რეფორმას დაუბრუნდებით კიდევ ერთხელ. მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით, ამჯერად განათლების რეფორმაზე ვისაუბრებთ და პრემიერ-მინისტრმა რაღაც გამოაქვეყნა მონაცემები მოყვადაღებული ბაზრის კვლევიდან, რომელსაც თითქოს მათი, ასე ვთქვათ, რეფორმა ეყრდნობა. პრემიერ-მინისტრი ამბობს, შრომის ბაზრის ანალიზმა გამოავლინა, რომ 14,400-მდე სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად. ეტაპობრივად უნდა ვიზუნოთ შრომის ბაზრის მოთხოვნებასა და ჩარიცხვის მაჩვენებლის სრულ დაახლოებაზე. გეტყვით, რომ დღეისათვის მინიმუმ 2-ჯერ მეტი აბარებს ყოველწლიურად, ანუ 2-ჯერ უნდა შემცირდეს. ჩვენ რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია დაიხვეწოს პროფესიული განათლება და ამაღლდეს ხარისხი. შრომის ბაზრის ანალიზმა აჩვენა, რომ დღეს დასაქმებულთა მხოლოდ 60% სჭირდება დიპლომი სამუშაო ადგილზე, ანუ დიპლომიც არ არის საჭირო. შრომის ბაზრის კვლევის მეთოდოლოგია ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. კვლევის ფარგლებში გამოვიკითხა 12,500 საწარმო. პარალელურად ჩატარდა კვლევა საჯარო სექტორში სამუშაო ძალის მოთხოვნაზე.
მაგალითად ამბობს იურისტების შემთხვევაში დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2920. ანუ 2920 ჩარიცხული სტუდენტი განწირულია, რომ იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებს. ჩვენი მიზანია ამის თავიდან არიდებაო. სერგო რატიანი არის ჩვენი სტუმარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, იმ უნივერსიტეტის, რომელსაც ყველაზე მეტად შეეხო ეს შემცირება კვოტების. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და თუ შრომის ბაზარი ამბობს, რომ მეტი დიპლომიანი არ გჭირდება, ანუ ნახევარი ზედმეტია მინიმუმ. ნახევარზე მეტი. რა უნდა ქნას მაშინ სახელმწიფო? პირველ რიგში უნდა გვესმოდეს და ყველამ უნდა იცოდეს, რომ შრომის ბაზარი არ არის ერთადერთი კრიტერიუმი, ხო? რომლითაც ეწყობა განათლების სისტემა და ის მეტწილად ვერ გახდება დიქტატორი ამ პროცესში არ უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში არის სხვადასხვა კრიტერიუმები არის ადამიანთა თავისუფლება, განვითარება და არჩევანის თავისუფლება და სხვა ბევრი სხვადასხვა ფაქტორი, ხო? და რას გვეუბნება დღეს კობახიძე? კობახიძე გვეუბნება, რომ თუ დღეს 30000 ადამიანი აბარებს უნივერსიტეტებში, მათი რაოდენობა უნდა განახილდეს. ეს ნიშნავს, ასე ვთქვათ, რომ პრინციპში ჯერ დავიწყოთ სტუდენტებიდან, ხო? წარმოიდგინეთ თქვენ, რომ ეს ნიშნავს სეგრეგაციას. ეს ნიშნავს უბრალოდ ადამიანთა კასტურ დაყოფას და კასტურ დაყოფას 18 წლის ასაკში. და ფაქტობრივად დიდი ნაწილი მოსახლეობისა, დიდი ნაწილი ახალგაზრდობისა დატოვებას ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე, ხო? და რომ წამოიგინოთ, რომ თითქოს ხო ლაპარაკია, რომ საუკეთესო სტუდენტები მოხდებიან სადღაც, ანუ აბსურდი, ხო? ეს არ არის 18 წლის ასაკში გადარჩევა ადამიანების არის სოციალური გადარჩევა. იმიტომ რომ ყველას გვესმის, აი მარტივი რიცხვები რომ მოვიყვანოთ, რომ მაგალითად ეროვნულ გამოცდებზე, რომელიც მეტნაკლებად, ასე ვთქვათ, საშუალებას აძლევს რაღაცების გამოვლენას, ხო? მაგრამ აქაც კი ჩანს რა, რომ თბილისის სკოლა დამთავრებული იღებს 10 ქულით, საშუალოდ 10 ქულით მეც, ვიდრე სხვა ქალაქში სკოლა დამთავრებულები და სხვა ქალაქებში, საქართველოს სხვა ქალაქებში სკოლა დამთავრებულები იღებენ 10 ქულით მეც ვიდრე სოფელში. რას ნიშნავს ეს? ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ თბილისში გენიოსები ედებადებიან სხვაგან ჩამორჩა. არა, ეს ნიშნავს სოციალურ მდგომარეობას, როდესაც ვიღაცას რეგიონში სკოლა არის, კიდევ უფრო გარემო არის, კიდევ უფრო ცუდი, მძიმე და იქ ადამიანს არ აქვს საშუალება, ვიღაცას თუ აქვს საშუალება, რომ ზაფხულში წავიდეს და ისვენოს სადღაც და ინგლისური დახვეწოს მაგალითად ან რეპეტიტორთან მოემზადოს ამის საშუალება არის ნაკლებად სხვაგან და კიდევ უფრო ნაკლები არის რეგიონებში და ეს ფაქტობრივად ნიშნავს ასე ვთქვათ თაობები რო არის წინა თაობა რო იყო მძიმე მდგომარეობაში და შემდეგი თაობა არის მძიმე მდგომარეობაში რას ქმნის თანამედროვე უნივერსიტეტი თანამედროვე უნივერსიტეტი ჯერ ესეთი 18 წლის ასაკში სპეციალობის ასე არჩევა არის სრულიად გაუცნობიერებელი ეს არ არის ასე და საბჭოთა განათლების სისტემა იყო რომ აი უნივერსიტეტს მე მჭირდება მათემატიკოსი და მათემატიკოსი უნდა მივიღო მე მჭირდება ეს და მე ვიღაცა უნდა მივიღო არა ჩვენ უნდა იყოს ფართო გახსნილი კარები აქ უნდა შემოდიოდნენ შესაძლებლობების მიხედვით და მერე ისინი ირჩევენ თანდათანობით სპეციალობებს და უნდა იყოს თანამედროვე ადამიანი ცხოვრების განმავლობაში იცვლის სამ სპეციალობას და ამის საშუალება უნდა მისცე და დღეს როცა ჩვენ უყურებთ ეს არ არის მარტო ქართული მოვლენა რომ თავისი სპეციალობები რასაკურველია თანამედროვე ბევრი რაღაცა განაპირობებს ეს განაპირობებს დინამიკა ცხოვრების ეს განაპირობებს ახალი დარგების გაჩენა განაპირობებს ეს განაპირობებს ეს არის თანამედროვე ცხოვრების წესი რომლისთვისაც ჩვენ უნდა მოვამზადოთ ადამიანი და არა
ესე იგი საბჭოთა კომუნისტური რაღაც 30-იანი წლების სიგიჟე, როდესაც შენ უნდა დადგე და გახდე მაგალითად რა ქვია ჩარზე უნდა დაისწავლო და მორჩა სადღაც უნდა ნასწავლო და კიდევ ესა გოსპლანი რომელიც დაგიგეგმავს რაღაცას, ხო? ეს არის და ჩვენ გვესმოდეს რომ აი საბჭოთა მენტალობა და საბჭოთა სისტემა არის ყველაზე მეტად სეგრეგაციული და კასტური. საბჭოთა სისტემაში არსებობდა სადღაც პროცენტ ნახევარი ნომენკლატურა, რომელიც ცხოვრობდა კარგად და პრივილეგირებულად და დანარჩენი იყო ყველაფერი მოკვეთილი და ქვევით. დაახლოებით ესეთ რაღაცას აკეთებენ, როდესაც ვიღაცას აქვს საშუალება და ვიღაცას არ აქვს საშუალება. ახლა ირაკლოზე რას ამბობს, ეს ადამიანები ამთავრებენ ტყუილად, იხარჯება რესურსი, სახელმწიფო იხდის მათ ფულს და მერე მიდიან და მერე ეუფლებიან მას, რა ქვია, რაღაც ვიწრო სპეციალ მერე ეუფლებიან მაგალითად აბარებს ზოგი სხვა რაღაცაზე გადადიან, ხო? როცა ამზადებენ, ხო, ან ტაქსოს არ არის აქ საუბარი არის პროფესიულ მომზადებაზე. ეს ვერ გავიხსენე, ეს სიტყვა ვერ გავიხსენე. მერე აბარებს ზოგი რაღაც პროფესიულ მომზადებაზე და ის ამბობს რომ ჯობია რომ მოდი ეს პროფესიულ მომზადებაზე ჩააბარონ ჯერ და ოღონდ ნახეთ იქვე იზღუდება კონკურენცია და ვიღაცას ამ კონკურენციის გარეთ ტოვებენ უსამართლოდ, ეგ ერთი, ხო? ანუ რაღაცები შეიძლება მეერე გაიგოს, ეს ერთი, მეორეს ერთი სახელმწიფომ თუ დათვალა რაღაცა, მას შეუძლია და აქვს ამის უფლება, რომ დააფინანსოს 14000. ეხლა სხვა ეს არის, ხო? 14000 ამბობს, რომ 14000 ჭირდება, დააფინანსოს 14000. სხვას რატო ანგრევს უნივერსიტეტებს და რატო უშლის ადამიანებს არჩევანს, ხო? ეს მათი საქმე არ არის. ეს ხო არ არის კომუნიზმი, როდესაც ვიღაცა ადმინისტრაციული ძალებითი კილოს აწესებენ, ისინი კერძოს უნივერსიტეტების აწესებენ. ჯერ ეს ერთი მან თქვა, რომ საერთოდ 14000 და ჩვენ ეს უნდა მივახციოთო, ხო? ესე არის. ამიტომ 14000 კოტებს დაუწესებს სახელმწიფო უნივერსიტეტს. კერძოზე რა ხდება? ხო და იქ უკვე ესეც არ ვიცით. ჩვენ არ დღეისათვის ეს არ ვიცით, მაგრამ პრინციპში ამას მოყვება სხვადასხვა უნივერსიტეტების ნგრევაც, ხო? ანუ დამანგრეველი შედეგი აქვს ამას და რაც შეეხება აი ამ 14000 ჯერ ეს ერთი კვლევასთან დაკავშირებით ძალიან ესე ვთქვათ ქრესტომატიული ამბავი არსებობს, როდესაც ბრიტანეთში თეჩერმა შეუკვეთა, მე მგონი ზუსტად გარკვეული ბაზრის კვლევა თქვა, რომ რომელი სპეციალობის მერე სწრაფად ხდება დასაქმება. აი მე ლიბერტალიანური სკორეჩოლებრივი კვლევა სწრაფად დასაქმება, რომ ის დავაფინანსოთო რა. და შედეგი იყო ესეთი, რომ ვინც ვინც უსმენს ასე ვთქვათ, მაგალითად ჰუმანიტარულ საგნებს ან ფილოსოფიას ზოგადად ჰუმანიტარულ საგნებს, ისინი ვერ საქმდებიან რა სწრაფად და ვინც მაგალითად არის იგივე იურისპრუდენცია, სხვადასხვა საგნები, ისინი უფრო სწრაფად საქმდებიან, ხო? ოღონდ 10 წლის მერე კვლევამ აჩვენა, რომ ის ვის ისმენდა ჰუმანიტარულ საგნებს, ისინი გახდნენ იმათი მენეჯერები, ვინც სწრაფად დასაქმდა, ხო? გასაგებია, რომ შენ რაღაცა სწრაფად ისწავლე, წახვედი, რაღაცა დაიწყე მუშაობა, ოღონდ ის ვინც გრძელ პერსპექტივაზე თulis, რა სხვადასხვა განათლებას იღებს, ის სხვა შესაძლებლობები აქვს. ეხლა ნახეთ, დღევანდელი განათლების, როდესაც ამბობენ, რომ ხარისხს აუნჯებესებენ და შესაძლებლობას ბაზარსთან დაკავშირებენ. ეხლა წარმოიდგინეთ, დღეს შესაძლებლობა აქვს სტუდენტს, რომ პირველი და მეორე სპეციალობა მიიღოს, ხო? მაგალითად იგივე მახსოვს როდესაც უნივერსიტეტის ილიას უნივერსიტეტის ჩამოყალიბების ფაზა ვიყავით მაგალითად მათემატიკა არჩეული ჰქონდა 4 სტუდენტს. 4 სტუდენტი სწავლებდა მათემატიკას. რა მოხდა, როცა მეორე სპეციალობა იქნა დაშვებული, ხო? 800 კაცმა აირჩია მათემატიკა და რა მოხდა? ვინც ბიზნეს ადმინისტრაციაზე შევიდა, იმათმა 800 კაცმა აირჩია ასევე მათემატიკა და მათი დონე რასაკურველია, როგორც თავის სპეციალობაში აიწია და ასევე ფუნდამენტური მეცნიერებისთვის გაიხსნა საშუალებები. ასევე წარმოიდგინეთ, რომ იგივე ენების მიმართულებით. ანუ ენების მიმართულებით ენებზე შეზღუდეს ძალიან ბევრი მიღება, ხო? წარმოიდგინეთ, სიტყვაზე უცხო ენის მცოდნე თავისთავად არის შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა რაღაც გასაგებია, რომ შენ მაგალითად საერთაშორისო ურთიერთობაზე ჩააბარე, მეორე სპეციალობა გაქვს ინგლისური, ამ პირიქით, ხო? შეიძლება საერთაშორისო ურთიერთობები იქვე ვერ იშოვო რაღაცა, მაგრამ სამაგეროდ გაქვს ინგლისურის ცოდნა და შეიძლება გააგრძელო ამ მიმართულებით და სხვა ასე ვთქვათ, სხვა შესაძლებლობა გქონდეს. იგივე
წარმოიდგინეთ რაღაცა დატოვეს მაგალითად ადრეული განვითარების განათლების მიმართულება და ფსიქოლოგია მოაშორეს რა ეს სპეციალობები ერთმანეთს ეხმარება და აძლევს ადამიანს საშუალებას იმისათვის რომ ფართო არჩევანი კონდეს და გასაგებია რომ უმაღლესი განათლება დამთავრებული მაგალითად იურისტი ხო გასაგებია რომ იურისტი შეიძლება სადღაც ვერ დასაქმდეს მაგრამ წავიდეს სრულიად სხვა სფეროში და მას კონდეს მაღალი განათლება რომელიც მას გამოადგება ნამდვილად და იმოქმედებს იგივე რა ვიცი მასე კობახიძეს არ არის თავისი იმითი დასაქმებული პოლიტიკაშია საერთოდ და იგივე პარლამენტის თავმჯდომარე არის და ახლა ხო ნუ პირდაპირ არ არის ხო იურისტად არ არის თქვა დასაქმებული ხო იურისტად არ მუშაობს იურისტად არ მუშაობს ხო თვითონ თავისთავად ჩათვალა თუ არ ჩათვალა მაგი არის მაგრამ თავარი რაც ამ რეფორმაში არის პირველი ის ხო და მეორე არის კიდე ერთი ნიუანსი არის დღევანდელი სამყარო არის გახსნილი რა როდესაც ნახეთ ესენი როგორ ფიქრობენ აი საბჭოთა კავშირის აზროვნება აქვს რომ რაღაცა უნდა იყოს მაგალითად თბილისის დინამო მარტო თბილისის დინამო უნდა რა ის რა ჩემპიონატში იღებს მონაწილეობას კარგად თბილისის დინამო ხოლმე საბჭოთა კავშირში შეიძლება იყოს მონაწილეობა ხო ესეთი პრინციპი არის და თან ნახეთ თბილისის დინამო რო შენდებოდა ის იყო ფაქტობრივად დამანგრეველი ყველა სხვა გუნდის რომელიც არსებობდა ასე ვთქვათ საქართველოში ხო ზოგადად თბილისი შენდებოდა როგორც დანარჩენი ქალაქების დამანგრეველი ნებისმიერი ის მოყავდა თბილისში ხო მართალია ეს აზრი გახდა მე თავკომპანია იმიტომ გახდა სწორედ ეს არის საბჭოთა მემკვიდრეობის მაგას ვებძვითო და თბილისიდან გავიტანთო რეგიონებში ერთი ქალაქი ერთი სინამდვილეში მთელი მუღამი არის რომ ერთს როდესაც აშენებ აი ესეთი შედეგია მოყვება და როდესაც შენ კლავ კონკურენციას დღეს მაგალითად კონკურენციის დანგრევის საშიშროება რეალობის წინაშე ვდგევართ როდესაც მათ უნდათ მოშალონ კონკურენცია უმაღლესებს შორის და სინამდვილეში თანამედროვე ნებისმიერი ინსტიტუცია არის ჯანსაღი იმითი რომ გარკვეულწილად შენ იღებ შენ სტუდენტებსაც და ასევე მოდის საერთაშორისო სტუდენტები, რომლებიც წევენ, ანუ რომლებიც ცვლიან აბსოლუტურად შენ დონეს, ხო, რომლებიც შენს რეიტინგს ცვლიან და ასე შემდეგ, ხო, რეალურად ის რეიტინგი, რომელიც არის, ერთ-ერთი სერიოზული მაჩვენებელი არის, რომ სადღაც ვიღაცა მოდის და შენ უნივერსიტეტში მოდის, ხო? და დღევანდელი ჩვენი უნივერსიტეტები არის სწორედ ესეთი არის, ხო, სწორედ ამ გზაზე არის. სინამდვილეში, სიტყვაზე ილიას უნივერსიტეტიდან საშუალება აქვს ერაზმუსი პლუსის ფარგლებში სტუდენტი წავიდეს ისწავლოს და ჩამოვიდეს, ხო? არა ის, როდესაც აი თვითონ რო ამბობენ, რომ შეუძლია წავიდეს სადღაც მე-12 კლასი სადღაც დაამთავროს და წავიდეს. ის რო წავა მიდის და მიდის, ხვდებით? ის გარკვეულწილად სოციალიზაცია სხვაგან გადის. მაგრამ უნივერსიტეტში ჩაბარებული სტუდენტი თუნდაც წავიდეს, ის დაკარგული არ არის უკან ბრუნდებათ. აი, ახლა რო გაუკვირდათ, რომ ეს ახალგაზრდები თითქოს თითქოს წასვლაზე არიან ორიენტირებული და რატო დაბრუნდნენ და რატო კონდათ აქტივობა. სწორედ იმიტომ რომ ისინი მიდიოდნენ, ნახულობდნენ რა არის კარგი უნივერსიტეტი, კარგი ცხოვრება, ჩამოდიოდნენ და მათ პრეტენზიები ჰქონდათ და ისინი ამაღლებდნენ ცოდნის სწავლის დონეს და ზოგადად იმას რა ქვია უნივერსიტეტში, ხო? და ასევე პროფესორები და ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთი სამთან არის დაახლოებით ხდება რომ დანაც მოდიან, კითხულობენ ჩვენთან პროფესორები და ასევე მოდიან სტუდენტები, რომლებიც ჯანმრთელი უნივერსიტეტები არის და ჩვენი გავაკეთეთ. ჩვენ ვესმოდეს გერმანელი ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ჯანმრთელი ორგანიზმი ფინანსურად რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ მას აქვს დაფინანსების ისეთი სისტემა, რომელიც აძლევს საშუალებას, რომ დამოუკიდებლად
იფუნქციონიროს და სახელმწიფოს რაც უნდა შეუძლია დაეხმაროს ან არ დაეხმაროს. როდესაც უნდა 14000 თუ 14550 მჭირდება რაღაცა, ოკეი, პრობლემა არ არის, საერთოდ არ არის პრობლემა, დააფინანსოს ისა. უნდა რომელიღაცა კონკრეტული უნივერსიტეტი დააფინანსოს, მაგალითად, სიტყვაზე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი უნდა რომ რაღაც დააფინანსოს. აქამდე ეგრე ხდება დიდი დაფინანსება მიდიოდა მთლიანად დააფინანსონ, ამის სანაცვლოდ უნდა რომ თავისუფლებები შეუზღუდონ თუ იქ არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან ამისთვის. აი, მაგრამ არსებობს სხვანაირი მოწყობა. სახელმწიფო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სახელმწიფოს არაფერს არ თხოვს. ის მზად არის, მაგალითად, ხო, ის მზად არის ვალდებულებები აიღოს, მაგალითად, გარკვეული როდესაც არის დადგენილი რაღაცა პროგრამის ფასი, აი, რასაც გრანტის ფასი რაც იყო, იმის თარგლებში ასწავლოს. ასევე, ასე ვთქვათ, ის მაკონტროლებელი არსებობს, გააკონტროლოს ნებისმიერ. ეხლა რას იზამს ილიას უნივერსიტეტი, როცა ასე რადიკალურად უმცირდება, ხო, რაოდენობა. არაფერი, ეს არის დანგრევა. ეს არის ჩვეულებრივი განადგურება და ეს არის დისკრიმინაციული დამოკიდებულება. ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ფაქტობრივად ბევრი ილაპარაკეს, მაგრამ ის შემცირებები ადგილების, რომელიც და პროგრამების, რომელიც იყო, ის შეეხო პრაქტიკულად რადიკალურად შეეხო ილიას უნივერსიტეტს. პროგრამები კი სადღაც შეკვეცეს და ეს ნიშნავს ფაქტობრივად, რომ მათ საუნივერსიტეტო განათლებაზე უარი თქვეს. როდესაც პროფილური უნივერსიტეტები დატოვეს და ერთი ჯავახიშვილის უნივერსიტეტი. ეს აზროვნება იყო აი კომუნისტური რეჟიმის სიგიჟის პიკში 30-იან წლებში იყო, როდესაც საუნივერსიტეტო განათლება არის ცუდი, უნდა იყოს პროფილური და აიღეს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაშალეს, ხო? 4 ნაწილად დაშალეს, მათ შორის ერთ-ერთი იყო პედაგოგიური. და პრაქტიკულად მაშინ გააკეთეს ის, რომ თავისუფალი საქართველოს სიმბოლო დაანგრიეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 3 წლის განმავლობაში პრაქტიკულად არ არსებობდა. ხო და როცა აერთებდნენ ტექნიკურ უნივერსიტეტს მაგას ამბობდა ყობახიძე, რომ დაშალესო და ჩვენ ვაერთებთო. სინამდვილეში გეტყვით მაგ მიმართულებით რა იყო. სინამდვილეში იგივე ეს უკეთებენ დღეს თბილისის ილიას უნივერსიტეტს. რომ ანგრევენ რა შლიან, დაახლოებით 30 წლის რეფორმა შლი და რა ხდებოდა რაც შეეხება იმ შეერთებას. იმ შეერთებას თვითონვე აღიარეს მაგ შეერთების რაღაცნაირი სურვილით, რომ სინამდვილეში არასწორი მიმართულებით მიდიოდა. იმიტომ რომ როგორც კი გამოაცხადეს რეფორმა, იქ რა იყო, რომ ყველას წავართმევთ რაღაცას. და ფაქტობრივად მიდიოდა გამოშიგუნა ყველას აქვს. ამას დაუტოვებთ, იმ ვიღაცას ამას დაუტოვებთ, რაღაცას ამას დაუტოვებთ და იყო არა ჯამთელი, არა სრული ინსტიტუციები. ამის გამოშიგნას აპირებდნენ. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ თქვენ ანგრევთ და არაფერს არ აშენებთ, უცებ თავში მოუვიდოთ ესეთი სიგიჟე, რომ აიღებდნენ და ორ უნივერსიტეტს შეერთებდნენ, რომ ეთქვათ ქემაინც, ეთქვათ, რომ რაღაცას ვაშენებთ. ოღონდ ესეც ხო არის სრულიად არანორმალური ორი ინსტიტუცია, რომელსაც აქვს პოტენციალი და იცტრაშია საქმე. გარკვეული ტრადიცია წარმოიდგენთ, როგორ მიდის უნივერსიტეტების განვითარება, ხო? სიტყვაზე სამედიცინო ან ტექნიკური. რაღაცა ბაზა არსებობს, რომლის გარშემო შენდება უნივერსიტეტი, რაღაცა პრიორიტეტი აქვს, რაღაცა არა. მადლობა დიდი განაცემის სტუმრებს, სამწუხარო დრო ამოგვეწურა. სერგო რატიანი იყო ჩვენი სტუმარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ასეთ იყო დღევანდელი გადაცემა რეზიუმე, მე ხვალამდე გემშვიდობებით.